გამლოცოთ მეუფეო. სუსის ფაილების არქივში ფოთელი მიტროპოლიტი მეუფე შიოს მოწინააღმდეგეებს შორისაა, თუმცა ახლა როგორც ჩანს, რეალობა შეიცვალა. მღვდელმთავარი გრიგოლი წმინდა სინოდის იმ 6 წევრს შორის იყო, ვინც პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ მოსაყდრე შიოს გვერდით სიონში დემონსტრაციულად რამდენჯერმე გამოჩნდა. 2017 წელს ძალიან მკვეთრი იყო თქვენი პოზიცია, ჩვენ გვახსოვს. მაშინ მიიჩნევდით არასამართლებრივადაც, როდესაც დაასახელა სინოდთან შეუთანხმებლად პატრიარქმა მეუფე შიოს კანდიდატურა. ესეთი განცხადება კეთდება სინოდზე საერთოდ. ცოტა სამართლებრივ საკითხით რო შევხედოთ, ბევრი კითხვა ჩდება. მე ისიც არ ვიცი ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა. ხარასი ვიყით ამდენი წლის შემდეგ. ჩვენ თუ სულ უკან ვიხედეთ, წინ ფეხს წამოვიკრავთ. წინ გავიხედეთ. ამიტომ ჩვენ წინ ვიყურებით. 2019 წელს მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებიდან მალევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომზადდა სქემა. შიომუჯერის პატრიარქად კენჭისყრის შემთხვევაში ვინ მისცემდა მას ხმას. სუსი ფარული მოსმენებისა და ჩანერგილი აგენტურის საშუალებით ეპისკოპოსებს ყოფს 4 ნაწილად. მომხრეები, მოწინააღმდეგეები, ისინი ვინც ხელისუფლების თხოვნით ხმას მისცემენ მას და ეპისკოპოსები, ვისი პოზიციაც ვერ დაადგინეს. ამ სქემის მიხედვით მეუფე შიოს მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსი ემხრობა. როგორც ჩანს, ეს განწყობა კარგად იცოდა თავად მოსაყდრებაც. ამიტომაც დაიწყო განდგომილების გადმობირება. მე რომ 2 დღეა ჩანხართ მეუფე შიოსთან ერთად ეს განაცხადია, ერთგვარი რომ უკვე მას უჭერთ მხარს. ეკლესია ხომ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ ერთმანეთს შეიძლება ვიკამათო და ისევ ერთად ვრჩები და ღმერთმა დაგვიფაროს განყოფისაგან. სუსის ფაილების თანახმად 2019 წლის 1 თებერვალს საპატრიარქოში შეხვედრისას სინოდის წევრები მიმდინარე საკითხებს განიხილავდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფოთელი ეპისკოპოსი მეუფე შიოს მხარდამჭერ მღვდელმთავარს თეოდორე ჭუაძეს მათ დაპირისპირებაზეც ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდგომ შიმუჯირს დაუკავშირდა ჭუაძე და განუცხადა, რომ მისი წასვლის შემდგომ გ-ბერბიჭაშვილს ესაუბრა ამ უკანასკნელის მიერ მისი როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიმართ გამოხატული უარყოფითი პოზიციის თაობაზე. ჭუაძის თქმით, საუბარში გ-ბერბიჭაშვილმა აღიარა, რომ შიმუჯირთან მიმართებაში ზოგიერთ შემთხვევაში იყო გადამეტებული, თუმცა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კვლავ დარჩა თავის პოზიციაზე. ყოველივე ზემოხსენებულთან დაკავშირებით შიმუჯირმა ჭუაძეს განუცხადა, რომ უმჯობესი იქნება გ-ბერბიჭაშვილთან ჰქონდეთ ინტენსიური ურთიერთობა, რათა გახადონ თავიანთი თანამოაზრე. შიომუჯირს რომ წმინდა სინოდის წევრების მხარდაჭერა არ ჰქონდა სუსის ფაილებში, ამის შესახებ არაერთი ოპერატიული ცნობა იძებნება. მათ შორის არის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბრის ჩანაწერის შიფრი. ზვიადაძის თანამოსაუბრე ამ შემთხვევაში ქართული უნივერსიტეტის რექტორია. გ-ზვიადაძის განცხადებით, შიმუჯირი სხვადასხვა პირებთან ხმამაღლა აფიქსირებს, რომ საქართველოს პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დასახელების შემდგომ იმყოფება ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში. ასევე აცნობიერებს არსებულ რეალობას და ხვდება, რომ იგი არ სარგებლობს არც ერთი მაღალი იერარქის სასულიერო პირის მხარდაჭერით.